ექსპერტიზის დასკვნით ირაკლი მიმინოშვილისა და თორნიკე გოშაძის წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეო მტკიცებულებები არის დამონტაჟებული და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს. ადვოკატმა ნინო ლომინაძემ მოითხოვა საქმეს დართვოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო ამ ექსპერტიზის ჩამტარებელი დაკითხულიყო. პროკურატურამ უდავოდ გახადა ამ ექსპერტიზის შედეგის შინაარსი, ეს ნიშნავს, რომ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის შინაარს, რომ დამონტაჟებულია მტკიცებულება, რითიც გოშაძეს და კიდევ ერთ ბრალდებულს პროკურატურა ბრალს ედავება. ეს 8 ბრალდებული საქმიდან არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი, რითიც ხადად ჩანს, როგორ კერავს დაძენძილი ძაფით რეჟიმი საქმეს. 8 ბრალდებული საქმე დასკვნით ეტაპზეა, მომდევნო დღეებში საბოლოო სიტყვა უნდა თქვან თავად ბრალდებულებმა და სავარაუდოდ 7 სექტემბერს ამ საქმეზეც გამოცხადდება განაჩენი. ნინო ლომინაძე თორნიკე გოშაძის ინტერესების დამცველი არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. თქვენ ნიკაკაციასაც იცავთ, მაგრამ ამჯერად ვისაუბროთ თორნიკე გოშაძეზე, გუშინ იყო მისი სასამართლო პროცესი და მოდით ამ დამონტაჟებული ვიდეოს გისაუბრიათ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ ვთქვათ, ანუ ეს ვიდეო მტკიცებულება პროკურატურისთვის მთავარი მტკიცებულებაა, ხო, ასე ვთქვათ? დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როდესაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ამ პირებს, თორნიკე გოშაძესა და ასე ვთქვათ, ირაკლი მიმინოშვილს, თავარი მტკიცებულება აღმოჩნდა ვიდეო მასალა. თავდაპირველად ესენი თითქოს და ვიღაცა ბექა კასრაძემ ატვირთა Facebook-სა და YouTube-ზე, შემდგომ გამომძებლებმა ჩამოტვირთეს ეს და დანიშნეს აბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რაც საბოლოო ჯამში ამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს იყო თორნიკე გოშაძე და იყო ირაკლი მიმინოშვილი. საერთო ჯამში, როდესაც ჩვენ უკვე ჩავიხედეთ საქმეში და მასალები გადმოგვეცა, ნუ რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ პირველ რიგში რა არის გამოძიების ინტერესი? გამოძიების ინტერესია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. ამასთან ერთად გამოძიებელი ვალდებულია სრულად და ობიექტურად აწარმოოს გამოძიება, ხო? ჩვენ დავუსვით კითხვები, რა თქმა უნდა, არაერთ გამოძიებელს, როდესაც ეს მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და დამაგრებული ცისხლის სამართლის საქმეზე. დაინიშნა ექსპერტიზა და იდენტიფიკაცია მოითხოვა გამოძიებამ. რატო არ მოითხოვა? დაუშვათ იყო თუ არა განხორციელებული მონტაჟი. ვინაიდან გამოძიების ინტერესი იყო თუ არა პასუხისგებაში მიცემულიყო უდანაშაულო პიროვნება. ანუ გამოძიებელმა გამგვიმართა, რომ ეს იყო მათი ინტერესი წარმოადგენდა მხოლოდ იდენტიფიკაციას. ანუ მათი ინტერესი არ იყო ეს მტკიცებულება რამდენად უტყუარიყო. საერთო ჯამში ჩვენ დავაყენეთ ასევე წინა სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობა ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევითაც იყო მოპოვებული, რადგან ეს იყო გამომძიებლის მიერ ჩამოწერილი, ჩამოტვირთული სოციალური ქსელიდან, შემდგომ დისკზე გადატანილი და აი ესე პირადი, ასე ვთქვათ, ქმედებით განხორციელებული. თუმცა ეს კანონი ცალსახად აწესებს, რომ ეს უნდა იყოს გამოთხოვილი ინფორმაცია, როგორც კომპიუტერული მონაცემიდან, ჩვენ ამაზე ვიშუამდგომლობთ სასამართლო პროცესზე და რა თქმა უნდა, წინა სასამართლოს სხდომის მოსამართლემ გამგვიმართა, რომ სრულად კანონიერად ჰქონდეთ გაკეთებული, ასე ვთქვათ, მოპოვებული ჰქონდეთ კანონიერად. კი ბატონო, მაგრამ აქ გამომარტავ, იმიტომ რომ წაღან ახსენეთ, რომ ნიკოლოზ კაციას ადვოკატიც ვარ, დიახ, ერთი კვირის შემდგომ იმავე პროცედურების დაცვით მე დავაყენე ნიკოლოზ კაციას საქმეზე იმავე შინაარსის შუამდგომლობა და მეორე დარბაზში უკვე მეორე მოსამართლემ განსხვავებული პრაქტიკა მიიღო. ანუ მე ადვოკატმა მივიღე ორ პროცესში მონაწილეობა და ორივე პროცესზე ერთი და იგივე მოთხოვნა ჰქონდა და ორი სხვადასხვა პრაქტიკა. აქეთ ერთ დარბაზში ვითხოვდი, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო მასალა იყო დაუშვებელი. აქეთ ვითხოვდი მეორე დარბაზში დასაშვებებს. პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეო მასალა გახდა დასაშვები და კანონიერად ცნობილი, ჩემს მიერ მოპოვებული ვიდეო მასალა იქნა უკანონოდ ცნობილი. ანუ ერთმა ადამიანმა, ერთმა ადვოკატმა ორ განსხვავებულ საქმეზე ვიხილოთ განსხვავებული პრაქტიკა. პროკურატურისთვის მისაღები იყო სასამართლოს მიერ მოპოვებული, ხოლო ჩემს მიერ მოპოვებული არ იყო, ასე ვთქვათ, კანონიერად. ხო, ნუ რაღაცა ერთგვარ ჩრდილში არიან რეჟიმთან და ესეც ცხადია ჩანს ასე. მოდით ამ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის საბოლოო სიტყვის მოლოდინშიც ხართ. ჯერ თქვენ არც გითქვამთ დასკვნითი სიტყვა, ხო? რა ეტაპები, რამდენი პროცესი დარჩა, ვიდრე განაჩენი გამოცხადდება? მე შეიძლება არასწორად თქვი 7 სექტემბერი მახსოვს, რომ თითქოს 7 სექტემბერი არის, არა, 1 სექტემბერი არის ბოლო პროცესი, სავარაუდოდ განაჩენი გამოცხადდება 1 სექტემბერს, 25-ში და 27-ში ჩვენ დაცვის მხარე ვიტყვით, ასე ვთქვათ, დასკვნის სიტყვებს, შემდგომ საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ ბრალდებულები და შესაბამისად უკვე გავა მოსამართლე უკვე მსჯელობისთვის და გამოაცხადებს განაჩენს ალბათ უკვე 1 სექტემბერს. თუმცა ეს ეტაპები, რა თქმა უნდა, ჩვენ 9 თვიანი ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ. მოვისმინეთ
ვინაიდან არაერთი გამომძიებლის არაკომპეტენტური დაკითხვის, ასე ვთქვათ, დაკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ვინაიდან თითოეული მათგანი ცალსახად და უპირობოდ მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ატარეს. მაგალითისთვის ავიღებ ვიდეო დათვალიერებები, სადაც მოგეხსენებათ ის ვიდეოები, რაზეც მე მერო შემდგომ ექსპერტიზა დაუნიშნა და სამხარაული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ იყო წყვეტით განხორციელებული და იყო მონტაჟი განხორციელებული. სწორედად ამ ვიდეოების დათვალიერებისას, როდესაც კადრში საერთოდაც არ ჩანდა პოლიციელი, ანუ პოლიციელები იძახდნენ, როცა დაათვალიერეს, რომ ეს იყო პოლიციის მიმართულებით ისროდა. პირადად დავუსვი კითხვა, რომ სად ჩანდა პოლიციელი და რატო იყო ასახული ვარაუდი ამ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას. და მან განმემართა, რომ კომპეტენტური ვარ, მე ობიექტური პირი ვარო და მე მაქვს მაგის უფლება ავსახო ჩემი ვარაუდიო, რაც აბსოლუტურად კანონის გამომრიცხველი არის, ვინაიდან კანონი ცალსახად გვიწესებს და ასე ვთქვათ, ხარებს თუ რა პირობებში და როგორ რა სტანდარტით უნდა ჩავატაროთ საგამოძიებო მოქმედება და საერთო ჯამში ასეთი პოლიციელების ასეთი დამოკიდებულება და საგამოძიებო ორგანოს ასეთი დამოკიდებულება არა ჩვენ მხარესთან მიმართებაში არ გამოიხატება. ეს არის სასამართლო შეურაცხყოფა პირველ რიგში, თორე ჩვენ მხარემა კარგად ვიცით რა ხდება და როგორ ხდება. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანის არასწორად მოწოდებული ინფორმაციაც რო მოწმებს, რასაც ვეძახით, არასწორად გაჟღერებული, არასწორად ჩატარებული, ასე ვთქვათ, საგამოძიებო მოქმედებები და ამის დაკანონება პირველ რიგში არის სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფა და არა მხარის მიმართ. სწორედაც ამიტომ უნდა გასცეს წესით სასამართლომ ამ ყველაფერს პასუხი ადეკვატურად, მაგრამ მოგეხსენებათ დღეს უკვე ჯერჯერობით არ გვაქვს ის შედეგები. აი, რადგან თქვენ თვითონ ხო ლოგიკური ხა თუ რაღაცა საქმეს დამიმონტაჟებ, დამიძენძავ და რაღაც ეგეთი და მე ამ საქმეზე მე მივიღებ გამომტყუნებელ გადაწყვეტილებას, ჩემივე რეპუტაციული ზიანია, ხო? მაგრამ მაინც როგორი გაქვთ მოლოდინი, სადღაც ალბათ უშვებთ, რომ შესაძლოა არ დადგეს მძიმე გადაწყვეტილება. აი გუშინ მშობლები იყვნენ სწორედ აი თქვენი დაცქვეშ ყოფის დედაც ყავდა სტუმრად და თითქოს არსებობს ეგეთი მოლოდინიც, რომ არასრული გათავისუფლება, არამედ საქმის თვის კვალიფიკაციის შეცვლა, მაგალითად იმ ჯგუფურობის ნაწილი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ეს არის ცხადად ფალსიფიცირებული, ხო, შორიდანაც ჩანს. მაინც რა ელოდებით? საერთო ჯამში, როდესაც უკვე ნოემბრიდან მომართავდნენ პირები და კონსულტაციის მიღების მიზნით და პროგნოზ გარკვეულ საკითხებზე მთხოვდნენ, ერთი პასუხი მქონდა, რომ პროგნოზი შეუძლებელია, ვინაიდან მე შემიძლია ვთქვა, კანონით როგორ შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ პროგნოზირება, რაც შეიძლება სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღოს, დღევანდელ რეალობაში სამწუხაროდ შეუძლებელია ამის წინასწარ განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ამისთვის არაერთი მე თვითონ ვარიაციები განვიხილია და წარმომიდგენია თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს, თუმცა საკმაოდ მერტულება მე თვითონ, იმიტომ რომ კანონით გეტყვით როგორ მოხდება. კანონით დღეს ეს პირები პატიმრობაშიც არ უნდა იყვნენ და ძალიან ცით როგორ არის, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის დასკვნებმა დაადასტურეს, რომ იყო მონტაჟი, საზოგადოების აზრმა უფრო შემაშფოთა, რომ აბა ვისესროდა. კითხვა რო ჩდება, აბა ვისესროდა და ზოგადად ესროდა თუ არა ვინმე, საერთოდ იქ წყდება უკვე სამართალწარმოება, იმიტომ რომ უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, ხო? იმ პირობებში, სადაც არც ერთი მოწმე არ იძახის, რომ დაინახა რომელიმე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი, იყო თუ არა საერთოდ აქციაზე. მიიღოთ, ანუ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეშედეგობრივი კავშირი არ გვაქვს სისხლის სამართლის საქმეში, სადაც საერთოდ ქვაკუთხედი არის სისხლის სამართლის წარმოების, ხო? შედეგი ქმედება უნდა გქონდეს და ამ ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი. ჩვენ ქმედებაც არ გვაქვს. ვერც ქმედებას გვიდასტურებენ და მით უმეტეს მიზეშედეგობრივ კავშირს, რასაც ბრალად, ასე ვთქვათ, წარდგენილი აქვს ქმედება, პროკურატურა საერთოდ ვერ ადასტურებს და მტკიცებულებები პრაქტიკულად არ აქვს და ცოტა აბსტრაქტული დასკვნითი სიტყვა ქონდა პროკურატურა მოგეხსენებათ უკვე თქვა, ანუ საოცრება იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მტკიცებულებებზე, ქმედებაზე და ამ ქმედების განმახორციელებელ დამადასტურებელ მტკიცებულებაზე პროკურორი როცა არ საუბრობს და ვერ საუბრობს, ვერ საუბრობს, ესეთი რამე იყო დასკვნით სიტყვაში გუშინ მკითხულობდი, რომ აი პირობითად თორნიკე გოშაძე მამა და ამ დღეს ქვა თუ რაღაცა თუ ჯოხი თუ რაღაც ისრო ლა და წერტილი. აქ ხონა გძელდებოდეს რაც დასტურდება იმით რომ და უნდა იყოს დასკვნითი სიტყვის სტრუქტურა ხო სწორედაც ეს არის რომ ჩვენ ვაჯამებთ თლიან ანუ ამ სასამართლო განხილვის პროცესს წარმოდგენილ სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს ვაჯამებთ, ვაანალიზებთ და ვასაბუთებთ, ხო? უბრალოდ ის რომ მე ისტორია მოყვე, ეს ფილმის სცენარსაც მოყვები, ხო, რა თქმა უნდა თუ რაღაც ფორმით არ დავადასტურე ეს. აქედან გამომდინარე არის რომ პროკურატურამ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მიუთითა, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ არსებობს
გამიეთითებინა. ერთადერთი ვიდეოები იყო, სადაც ექსპერტმა თქვა, რომ ეს არ არის უტყუარი მტკიცებულება და მე, როგორც დაცვის მხარეს, საერთოდ არ მაქვს მტკიცების ტვირთი და უტყუარად ვადასტურო მით უმეტეს რამე. ეს უნდა დაამტკიცოს ბრალდების მხარემ. ბრალდების მხარემ წარმომიდგინა და მე ვთქვი, რომ ეს არ არის და ექსპერტიზამ თქვა, რომ ეს არ არის უტყუარი მტკიცებულება, ხო, საერთო ჯამში და თან გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდს. ამას პირდაპირ კანონი გვიდგას. აი ამ ყველაფრის ერთობლიობით როგორ შეიძლება ნორმალურ სახელმწიფოში მე ვივარაუდო, რომ ამ საქმეზე დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ დღეს მოცემულობით მე პროგნოზი მიჭერს და ვერ გეტყვით რა შედეგი შეიძლება დადგეს. ხო, რთულია, თუმცა აი ეს ნაწილი თითქოს ეს ჯგუფური იყო. აი ამ ჯგუფურობის ნაწილში რა აქვს საერთოდ პროკურატურას? ჯგუფურობის ნაწილში ახლა ერთ-ერთი დაკავებული მეუბნება, როდესაც ერთ-ერთი ბავშვი ასე ვთქვათ ამ რვაპირიანზე საუბარი მქონდა, რომ მიმიყვანესო იზოლატორიდან და აღკვეცე რომ უნდა გავსულიყავით და გვერდ ბიჭები იყვნენ და ერთმანეთს საუბარი ჰქონდაო და ვუყვებოდით, ანუ ვინ რაზე იყო ვეკითხებოდით და გამიჩნდაო, ესენი ჩემთან ხო ერთად ხო არ არიან ჩემ საქმეზეო. ანუ ბავშვმა იმ საკანში გაიცნეს ერთმანეთი, სანამ სასამართლოს დარბაზში აიყვანდნენ. რომელ ჯგუფურობაზეა ლაპარაკი? იქ მიხვდა, რომ თურმე ეს პიროვნება გინდა ზვიად ცეცხლაძე, გინდა თორნიკე გოშაძე, მის საქმეზე იყო ბრალდებული. ანუ საერთოდ ერთობლიობა, შეთანხმება, ორგანიზებულებას თავის სტრუქტურა აქვს, კანონით დადგენილი სტრუქტურა, არაერთი უზენაეს სასამართლოს, არაერთი გადაწყვეტილების მიხედვით უკვე დამყარებული პრაქტიკა აქვს, რაც დღესდღეობით რო შევადაროთ და მივუსადაგოთ ამ რეალობას, რაც გვაქვს ამ სისხლის სამართლის საქმეში, ხო? აბსოლუტურად არ მიესადაგება და ვერანაირ მტკიცების ტვირთს ვერ უძლებს. ამასთან ერთად ჯგუფურობას, ორგანიზებულობას ეს საერთოდ არ ვიცი, უბრალოდ მიჭირს ახსნაც კი არა, აი ღირსად ჩავთვალო და ვისაუბრო, რამდენად შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სამართლებრივად ეს არის უბრალოდ აბსურდი და ასე ვთქვათ, სამართალმცოდნე გაიგებს, რომ ეს იქნება დაკნინება ჩვენი ასე ვთქვათ მიღებული განათლების. აქედან გამომდინარე არის ჯგუფურობის მომენტი საერთოდ არ გვაქვს და თორნიკე გოშაძესა და ირაკლი მემინაშვილის საქმესთან, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, საინტერესო არის ის, რომ თორნიკე გოშაძეს ეპიზოდზე კადრი ჩამატებულია, სადაც პიროვნებებით განანქვას ფილაქნებს იღებენ და თითქოს ეს პიროვნებები და თორნიკე გოშაძე ერთიან ილუზია იქნებ, რომ არიან ერთად. ამ დროს ექსპერტმა დადო დასკვნა, რომ ეს არის ჩამატებული კადრი. ანუ თორნიკე გოშაძეს რო ედავებიან, რომ ქვა ისროლა, თითქოს და იქიდან აღებული ქვა ისვრის, მაგრამ რეალურად ვაკაცები იღებენ, ალბათ სხვა დროს სხვა კადრია და კი, სხვა კადრია. აი რა არის, ესეც ისეთი მომენტია, რომ ანუ პროკურატურამ ზოგადად სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ სისულელეები უნდა ილაპარაკოს და ეს უნდა ჩვენ დავიჯეროთ, როგორიც არის პოლიტიკური განცხადებები, თუნდაც არ ვიცი, რო აღარ გვაქვს თორე გავარჩევდით. ხო, ეს ძალიან ისეთი მომენტია, რაღაცნაირად აი საინტერესოა ამ ყველაფრის შემდეგ მოსამართლის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რითი დაკმაყოფილდება, როდესაც მის გადაწყვეტილებას მოვისმენთ და 1 სექტემბერი არის სავარაუდოდ ის დღე, როდესაც განაჩენი გამოცხადდება, ხო? გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტი პრაქტიკულად ამ საქმეზე არ არსებობს. ალბათობის ასე ვთქვათ, მაღალი სტანდარტიც კი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ის, რომ შესაძლოა პირმა ჩაიდინა დანაშაული, ეს ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. წეგანაც აღნიშნე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდს. კანონი ჩანაწერია ეს კანონის. აქედან გამომდინარე, რომ გოშაძე, თუნდაც ირაკლი მემინაშვილი, სადაც პოლიციის კადრი სადაც ჩანს, ის პოლიცია ჩამატებული კადრია. ამას ექსპერტმა სქემა წარმოადგინა და თავისთავად იმ დასკვნაში ასახულია, რომ სადაც დგას მემინაშვილი, თითქოს წინ დგას პოლიცია, ეს არის დამონტაჟებული კადრი, რა თქმა უნდა, ჩამატებული კადრი. და თავისთავად არც ერთი პოლიციელი რო არ მიუთითებს იმაზე, რომ თორნიკე გოშაძე და ირაკლი მემინაშვილი მან ნახა აქციაზე, არ ვიცი საერთოდ რას უნდა დააფუძნონ ეს გადაწყვეტილება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ წესით უნდა იყოს გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ ვიცი და მოლოდინების, ასე ვთქვათ, დასახვა მიჭირს მე თვითონ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩემი პროფესია არის სწორედაც ის, რომ გავაკეთო პროგნოზი, მაგრამ დღეს ჩემი პროფესიაც უკვე ძალიან აბსტრაქტული გახდა. კეთილი, მადლობა ნინო ლომინაძე იყო ჩვენი სტუმარი, თორნიკე გოშაძის და ნიკა კაციეს ინტერესების დამცველი.